ჩვენთან საუბრით, მოგესალმებით ორივე თქვენგანს. იბა გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ ეთერში. დღევანდელი ეს შეხვედრა ხა რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, არის მრავალი კუთხით საინტერესო. ეს არის შემდეგი შეხვედრა იმის შემდეგ, რაც კობახიძე გასული წლის დეკემბერში შეხვდა ბიზნესს და ჩვენ გავიხსენეთ, რომ იქ იყო არაერთ საკითხზე საუბარი, მათ შორის ზოგიერთი ბიზნესმენი საუბრობდა, რომ ილაპარაკეს თავიანთ მოსაზრებებთან დაკავშირებითაც, რა მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას ბიზნესისთვის და ბიზნეს გარემოსთვის და ამის შემდეგ როგორ იცვლება ვითარება, ხო? აი დღეს რა სურათია, იბა? მოდი აუცილებლად გავიხსენოთ. რა სურათის ფონზე მიმდინარეობს აღნიშნული შეხვედრა ბიზნესის წევრებთან? აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ იმ შეხვედრაზე იყო ის საუბარი, საკმაოდ მწვავედ იდგა საკითხი იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე ტყვეობაში რჩებიან. ახლა მოდი პატიმრობა არ დავათქვა და რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში არ გადავიდეთ, იმიტომ რომ სრული აბსურდია ეს და მაშინ ზუსტად ვიცი, რომ შიგნით არაერთმა ბიზნეს წარმომადგენელმა დააყენა მწვავედი საკითხი, რომ უბრალოდ რაც ხდებოდა ქუჩაში, ეგრეთ წოდებული ცემატყეპა პირდაპირ მნიშვნელობით და ამ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება, რომ დროულად გადაჭრილიყო ეს პროცესები, მაგრამ ნუ დღეს რას ვხედავთ, რომ პირიქით, ანუ შედეგს ვიღებთ უარეს და გარდა იმისა, რომ კიდე უფრო და უფრო მეტად ემატებიან პოლიტპატიმრები, ხედავთ, რომ დამატებით ორი ადამიანი, რომელიც ძიძულებით წავიდა ბიზნესიდან პოლიტიკაში, სამაგალითოდ დასაჯა რეჟიმმა და ძალიან ისე მკვეთრად აჩვენეს თუ რა ელოდება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც წავა, თქვათ, იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რა რეჟიმში დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. ხო, ნუ ეხლა რაზეა საუბარი? კარგია ძალიან, რა თქმა უნდა, შეხვედრები უნდა იყოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა მივიდნენ და თავიანთი აზრი დააფიქსირონ. ანუ თქვენთან სანამ მოვიდეთ 5 საათზე იწყებოდა ეს შეხვედრა, ნახე, სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბიზნესმენი არის, ბექა, აღარ მახსოვს გვარი ახალგაზრდა, არ ვიცი, ბიზნესში პირველად ნახე ეს ადამიანი, სხვათა შორის, ანუ ბექა ყოფერია? ალბათ, არ ვიცი, ხო, არ მინდა რომ შეცდომაში დეველოპერულ ბიზნესს თუ გულისხმობ? ხო, დიახ, იმიტომ რომ რაღაცა უცებ არ ვიცი ნამდვილად ეხლა 30 წელი ბიზნესში ვარ, ამსმენი ამ პიროვნების შესახებ, რომ თურმე ისიც კი რომელიც არის აი თავიდან ბოლომდე ვთქვათ ქართულ ოცნებასთან შეძდილი და მეხუთვე ამბობს, რომ ესეთ ფრაზა იყო, არ ვიცი, სოციალურ ქსელში რაც წავიკითხე, ანუ რაც გავრცელდა, რომ თურმე რაღაც კრიზისი ყოფილა და გადავლახეთ. ანუ ნახეთ, ისიც კი აფიქსირებს, რომ კრიზისი ყოფილა, ანუ ვერც კი უარყო. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიზისი ყოფილა, რომ ეხლა კრიზისი არ არის, უბრალოდ რაღაც აი გამოიყვანა თავისებურად. ამიტომ კრიზისი კი არ ყოფილა, კრიზისი დაიწყო და კრიზისი უფრო და უფრო მეტად ღრმავდება. ასე რომ რაღაც აქ რაღაც ილუზიები გვაქვს ჩვენ თითქოს და მოლოდინები გვაქვს იმის რომ ყველა ერთად უნდა გამოვიდეს, არ ვიცი, საქართველოში ვისაც ბიზნესი აქვს და ერთად ყვირილი დაიწყოს, ეს არ ხდება, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთმა ბიზნესის წარმომადგენელმა საკმაოდ ხმამაღლო დაიწყო იმ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი, ზოგადად რა პრობლემების წინაშეც ვდგავართ და რა სერიოზული პრობლემების წინაშეც შეიძლება დავდგეთ მომავალში, როდესაც ჩვენ კარი გვეკეტება ევროპასთან, კარი გვეკეტება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და როდესაც მოდის სანქციები, ანუ როდესაც ჩვენ ქვეყანაში სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული და არის ჩამორღვეული, აქ რაღაცა დამატებით უცხოურ ინვესტიციებზე საუბარი თავიდან ბოლომდე აბსურდი არის და ძალიან საინტერესო არის. ანუ ხშირად საუბრობენ, რომ აი ეს ინვესტიცია შემოვიდა, ეს ინვესტიცია შემოვიდა, ნახო რა ინვესტიცია შემოვიდა. ინვესტიცია, რომელიც მართლა უნდა შემოსულიყო და ანუ ერთ-ერთ თეზზე ხა აღარ დავიწყებ საუბარს და იქ მთელი ამბავი იყო წლების წინ ატეხილი, თუ გახსოვთ და მილიონობით დოლარი გვაქვს ახლა დაკარგული, არ ვიცი, 10 მილიონი დოლარი გვაქვს გადასახდელი სახელმწიფოს, ანუ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით, რომელიც შეიძლება ქვეყნის განვითარებას მოხმარებოდა, ახლა ჯარიმით უნდა უხადოთ ჩვენ მეზობელ ქვეყანას, რომელიც დებდა ამაში კოლოსალურ ინვესტიციას. ანუ აქ ხალხო, დაიჯერეთ რა, ძალიან გთხოვთ, რომ სწორად გაიგოთ, აქ უცხოური ინვესტიცია სასიცოცხლო მნიშვნელოვანი რატოა, იცით? აი მოკლევადიან პერიოდში, როდესაც დღევანდელი მართველი გუნდი მე ესე ვიტყოდი სარგებლობს იმით, რომ ეკონომიკური ზრდა არის, ყველაფერი ნორმალურად არის, როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება, აქ ყველაფერი იქნება ძალიან მძიმედ. იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ზოგადად თუ რაღაცა სტაბილურობა არის ამ ქვეყანაში, პირდაპირ პროპორციულად არის მიბმული სამწუხაროდ იმ უბედურებაზე, რომელიც დატრიალდა
უკრაინაში. ანუ ხშირად ყოფილა თქვა და კითხვა დაუსვიათ, რომ ეს ანუ უნდა გამოგვეყენებინა თუ არ უნდა გამოგვეყენებინა. ხა რა თქმა უნდა, ყველა შანსი, როდესაც არსებობს, რა თქმა უნდა, სწორი არ მაგ არალეგალურზე საუბარი, რა თქმა უნდა გამოვიყანოთ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შენ ქვეყანაში გექნება სიმშვიდე, როდესაც შენ ღია დაფიქსირებ პოლიტიკას, რომელიც არის პრორუსული. პრორუსული პოლიტიკა დღეს არც ერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანას, არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს, არც არავის აბსოლუტურად არავის არ უჭირავს. ეს რას ნიშნავს, რომ ამ რეგიონში ჩვენ მარტო არავინ არ დაგტოვეს. ახლა თუ აქამდე ჩვენ ლიდერის ფუნქცია ქონდა აღებული, ქონდა ევროპის მიმართულებით აღებული და არა ვთქვათ რუსეთის მიმართულებით და ეხლა ძალიან კარგად ხედავთ, რომ საქართველოსაა მხოლოდ მიმართულება აღებული, რომ ანუ პრორუსული ხელისუფლება ყავს თუ პრორუსული გუნდი მართავს ხელისუფლება არა, პრორუსული გუნდი მართავს და დანარჩენი ჩვენი მეზობლები ყველა არიან პროევროპული. ანუ განვითარებისკენ მივდივართ. ანუ ის ცივილიზებული მიმართულება თავიდან ბოლომდე ჩაიხურა, ჩვენთან არის მხოლოდ და მხოლოდ დევნა და ნუ ბოლოს არ ვიცი საინტერესო კანონი არის კიდე მიღებული, რომ თურმე ესე იგი მოწმეები ხო ყავდათ, ანუ მოწმეც თურმე საერთოდ საჭირო აღარ ყოფილა პროცესზე, შეიძლება ისე დაგიბარონ, რატო დაგიბარეს არ იცი და გაგასამართლონ. ახლა ამას თუ თქვენ ეძახით, არ ვიცი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ, ვინც ბიზნესში უბრალოდ კი არ მოღვაწეოთ, მხოლოდ და შექმნით, ანუ ვინც ბიზნესთან დაახლოებული ხარ და მუშაობთ უბრალოდ, ვისაც საქმე გაქვთ. ეს როგორ შეიძლება ნორმალური იყოს ესე წყობაში მუშაობა, როდესაც ნებისმიერ დროს რაზეც უნდა გაგასამართლებენ. რა თქმა უნდა, ხა ესეთი კოშმარი არასდროს არ ყოფილა საქართველოში ნამდვილად, ხა ანუ ისტორია ნამდვილად ძალიან კარგად ვიცი და რო გადავფურცლო და უკან გადავიდეთ, ნამდვილად ესეთი კოშმარი არ ყოფილა. უბრალოდ დახვრეტის მუხლი არ არის, თორე ფიქრობ, რომ იმ ადამიანებს პირდაპირ მიაყენებდნენ და დახვრიტავდნენ, იმიტომ რომ არ დაჭირდებოდათ. იბა, დაგიბრუნდები აუცილებლად, მოდი ახლა პაატასთან გადავალ, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი იმყოფება ჩემთან, ასევე ჩვენს არის ჩვენი სტუმარი და მას დაუსვამ კითხვას, დავიწყოთ ამ შეხვედრის საკითხით და შემდეგ